მეგობრებო, დავჭირე ესეთი ქარი ყლაპია, ესეთი ზომის, ესეთ ვობლერზე მოვიდა. რამოდენიმე გატარება დაჭირდა, დაახლოებით 5 გატარება და ესეთი ზომის ქარი ყლაპია მოვიდა. ეს არის პირველი ქარი ყლაპია ესეთ არხზე. ნახოთ როგორი თევზაობა გამოგვივა დარჩი ჩემთან ერთად. ესეც მეგობრებო მეორე ქარი ყლაპია, ესეთ ვობლერზე მოვიდა. ესეთი ფერის ვობლერზე. რიგით მეორეა, დაახლოებით იგივე ზომა ესეც. ერთხელ ქონდა გამოსვლა, მოვიდა და მე აცილა და მეორედ გაუტარე და მოვიდა ესეთი ზომის ქარი ყლაპია ესეთ არხზე. ადგილი არ შემცვლია, ისე ვაქვთ ვზობ. ესეთ კრენკის ვობლერზე მოვიდა მოკლედ, ესეთ შეფერილობის ვობლერზე. ნახოთ რა იქნება დარჩით ჩემთან. ესეც კიდევ ერთი ქარი ყლაპა მეგობრებო, ყველაზე დიდი დღეს რაც დავიჭირე. ესეთი ზომის არის. ესეთი ბომბორა ქარი ყლაპია დავიჭირე ეხლა ხანს. სპინინგზე. ესეთ კრენკის სატყვარაზე მოვიდა. ესეთ სატყვარაზე გადაყლაპული აქვს სულ ბოლომდე. ესეთი კარგი ბომბურა ქარი ყლაპია, დაახლოებით არის კილო და ცოტა მეტი იქნება კილოზე მოკლედ. დავიჭირე ვობლერზე დავიჭირე ეს ქარი ყლაპია. ძალიან კარგი შეგრძნებები ჰქონდა და მოკლედ ნახოთ კიდე რა იქნება დარჩით ჩემთან ერთად. ესეთი ბომბურა ესეთ არხზეა. და ნახოთ რა იქნება დარჩით ჩემთან ერთად. მოკლედ აქედან არ ვიცი ეხლა რამდენად ხედავთ სოფელს, მაგრამ წარმოიდგინეთ ეხლა რამდენად შორს არის სადაც უნდა მივიდე და აქ დამხვდა შინაური ქათამი. არ ვიცი რის ნამოქმედარია, სავარაუდოდ იყო რამე მტაცებელი ფრინველი ალბათ. მიმინო, უფრო დიდი ალბათ ზერა იქნებოდა და წარმოიდგინეთ რამდენად დიდი იყო ამის თქმა უნდა, რომ სად არის სოფელი აქედან თუჩას გადიქით და წარმოიდგინეთ ეხლა რამდენად შორს არის სოფელი და რამდენად დიდი უნდა ყოფილიყო, რომ გადი ერთ წუთით და წარმოიდგინეთ რამდენად დიდი უნდა ყოფილიყო ეს ქათამი აქამდე რომ მოეტანა და შეეჭამა. რა ვისასწაულია რა. ბუნების კანონი არის. ვინც ძლიერია ის იმარჯვებსო, ზუსტად ამ მომენტში არის ნათქვამი. მოკლედ დავასრულეთ ვზობა მეგობრებო, ჯამში დავიჭირე 4 თალი ქარი ყლაპია. ძირითადად აქტიურობდა ვობლერებზე. ერთი თალი დავიჭირე ხანყალაზე, დანარჩენი ვობლერებზე დავიჭირე და ჯამში შედეგი ამ დღე გამოვიდა. თევზაობდი არხზე, სხვა ადგილი არ მიცდია. ამით რაც შეეხება კარგი ამინდი იყო, ოდნავ იყო ქარი. დაახლოებით 14 მეტრწამის სიჩქარე იყო ქარი და ხელი არ შეუშლია თევზაობისთვის. ხო, ძირითადად არხზე თევზაობდი, ტბები არ მიცდია. ჯამში 4 თალი მოვიდა, ერთი იყო ყველაზე დიდი, რომელიც იყო
1 კილო ან ოდნავ მეტი და დანარჩენი იყო 9 კილოიანები თევზაობის სპინინგით, ბუბლერებით და განხარით ეს იყო და ეს ხო თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დარწმუნებით გააქტიურეთ, ასე სხვა ვიდეოებს არ გამოტოვებთ. ხო, წარმატებული და შედეგიან თევზაობას გისურვებთ თქვენც.